მოგესალმებით, მეგობრებო. ჩემი სიარის ანდრეს ჩვენი სტუმარი რატომი ანდრო გენბოძე, რომელიც პენსიაში გასდა, რომელიც ძალიან დიდი მოგება ეს ძალაუფლებას მისახა. ამ ქვეყანაში არსებობენ საინტერესო და უინტერესო ადამიანები. ანდრო არის ძალიან საინტერესო ადამიანი. რით არის ის საინტერესო ადამიანი? აღმოსავლეთ მაზროვანი კაცი. ხედვის ადამიანი. ის რაც აღმოსავლეთ დაბადა, როგორც ცივილიზაცია, როგორც ფიქრის წყარო. ძალიან საინტერესო ნიუანსები. ეს ყველაფერი ქართულ ცნობიერებაში შემოაქვს ჩვენს ანდროგვებას. ამიტომ არის ეს. აღმოსავლეთი რასაკეთებს იცით? დასავლური პრაგმატიზმის სამართლებს, დასავლეთის დეტალების ხედვას ძალიან აღმოსავლეთი მოწხედავს ხოლმე თემას, თლიანობას. იმ დეტალს კი არ ვარყოფს, ან იმეორებას კი არ უკეთებს, მაგრამ ყოველთვის ცდილობს, რომ დაინახოს თემი. ადამიანი რო ფიქრობს სამყაროზე, ცდილობს, რომ დაინახოს სამყარო როგორც მთლიანობა, მის მიღმაც, მის სულშიც, მის გულშიც, მის გონებაშიც. დანარჩენს ანდროგეზვით ჩვენ დღევანდელი თემის სახელი არის გაშიფრე სამყარო. ძალიან საინტერესო. ყველა თავისებურად შეფასებს და ანდრო გეტყვით რა კუთხით შეიძლება თვითონ გაშიფრის პროცესი დავინახოთ. ახლა სიტუაცია ძალიან სასიარულოა. მადლობა. ჩვენი სკოლა დიდხანს დაგმახსოვრდა. დიდი მადლობა. ბატონი გია როცა იწყებს ლაპარაკს, მე გულში მაქვს ეგეთი ხმა ამომძვრალი სულიდან, რომ გაჩუმდი ეხა და უსმენი ამ ადამიანს. დიდი სიამოვნებით კიდე გავაგზავნებდი მოსმენას. მე ჩემი ბავშვობაც მახსოვს, როდესაც მე თვითონ სკოლაში ვსწავლობდი და მაშინ ბატონი გია ტელევიზორში რო შდებოდა ხოლმე, ჩემ თავს ვეუბნებოდი ხოლმე, რომ ახ რა კაი იქნებოდა ამ ადამიანის ლექციებზე რო ვიყო მეთქი და დღეს ფაქტობრივად ესეთი პარადოქსულად არის ეს სიტუაცია, რომ ის მასპინძელია და მე სტუმარი ვარ და თან კიდე ესეთი თბილი სიტყვებით შესავალს აკეთებს ჩემზე. მადლობა ამ ყველაფრისათვის. პარეგამ დაველოდოთ ამ ადამიანებს, რომ დაჩნენ და დავიწყო. ჩემ თავს მივცემ იმის უფლებას, რომ რახან ესეთი ახალგაზრდული შემადგენლობით ახალ წარმოგიდგენელი, მე ვილაპარაკებ აი სრულიად გახსნილად და ვილაპარაკებ ისე, როგორც ვისურვებდი, რომ მე რო სკოლაში ვიყავი, ნეტა კარები გაღებულიყო და ვიღაცა შემოსულიყო და ესეთი რაღაცები ეთქვა. ჩემს ცხოვრებაში იყო რამოდენიმე ადამიანი, რომელმაც ისეთი ინსპირაცია მომცა, რომ იმ ღამეს არ მეძინა, როდესაც ამ ადამიანებს მოусმინე, ასე რომ ძალიან კარგად ვიცი, რას ნიშნავს ამ ასაკში, როდესაც ვიღაცა ესეთი ფილოსოფიურ ორმოში ჩაგაგდებს. და რახან ბატონმა გიამ ესეთი შესავალი გააკეთა, რომ მუნჯის ენა დედამიწისო და აღმოსავლეთის ენა ანდრომისისო, მაშინ მე ჩემ თავს მივცემ ესეთ უფლებას, რომ აღმოსავლეთი და დასავლეთი რაღაცნაირად კი არ დავაპირისპირო, მაგრამ ეს ერთმანეთის გვერდიგვერდ მოვიტანო. ვთქვა, რომ რა ხაზი მოდის აღმოსავლეთიდან და რა ხაზი მოდის დასავლეთიდან და თავიდანვე, ასე ვთქვათ, დაგასპოილერებთ იმით, რომ გეტყვით, რომ ჩვენ ვართ საქართველოში, ეს საქართველო არ ვიცი როგორ და რანაირად, მაგრამ ისე მოხდა, რომ ამ აღმოსავლეთ და დასავლეთ შორის პირდაპირ შუაში არის გაჭედილი. მე ნახევრად იუმორით იმასაც ვამბობ, რომ მე მგონი შეხების წერტილი აღმოსავლურ კულტურასა და დასავლურ კულტურას შორის ეს შეხების წერტილი მე მგონი ალბათ რიკოთის უღელტეხილზე გადის მეთქი. იმიტომ ვამბობ ამას, რომ როგორც კი რიკოთს გაცდები, იქ ქართული ხალხური სიმღერა მრავალხმიანი არის და ეს მაინც ბიზანტიური გავლენა არის. როგორც კი აქეთკენ გადმოდიხარ, ქართული ხალხურ სიმღერაში გაბმული ბანიერი და კიდე მელისმა იმღერება, ეს აღმოსავლური პარადიგმა არის და აბა მაშინ ესე იგი ჩვენ ყოფილვართ რაღაცა სპეციფიურ ადგილას გაჩენილი ხალხი, რომელიც ისე გაუძვრებით ამ დღეს უკვე ტუნელში და გამოვძვრებით და ისე ვყვეთავთ ამ ცივილიზაციურ გაუგებრობას და ჩვენთვის ეს იმდენად ერთიანი არის, რომ ამაზე ფაქტობრივად
არც ფიქრობს და ეს ალბათ ესე იგი ყველა არ არის, რაღაცა ბედი არის და ჩვენ მოგვიწევს რომ რაღაცნაირად ეს აღმოსავლეთ და დასავლეთის კავშირები გავაკეთოთ. ეს არ არის მარტო გეოგრაფიაზე არ ვსაუბრობ, ეს ორი საერთოდ ერთმანეთისგან ესე იგი განსხვავებული და დაპირისპირებული და შეიძლება პირველად მდგომარეობაში მტრული აზროვნებებიც კი არის, იმიტომ რომ პირწმინდა აღმოსავლელმა შეიძლება თქვას რომ ვერ ვიტან მე დასავლელ ვიღაცებს რა ესმით, მაგათ ესე იგი ღმერთებით და ზეცაში რა ხდება, ეგენი მიწაზე გართხმული უბედური ხალხი არისო და დასავლელებმა კიდე შეიძლება თქვას აღმოსავლელებზე რომ ეგენი სულ ზემოთ იყურებიან და რა ესმით, მაგათ ესე იგი საერთოდ ან მეცნიერების, ან რაღაცა შემოქმედების, ან აღშენებლობის, ან ინჟინრობის, ან ასე შემდეგ და ამაზე ერთი ძალიან კარგი, არ ვიცი, მითივით არის ესეთი რაღაცა, როდესაც ერთხელ ალექსანდრე მაკედონელი ჩადის ინდოეთში და იქ ნახა ვინმე ჯიმნოსოფისტი, არ ვიცი ეს ისტორია შეიძლება ზოგმა იცით, ცნობილ რაღაცაზე ვყვებით და ჯიმნოსოფისტი ბერძნულად ნიშნავს შიშველი მოაზროვნე. ნუ გასაგებია რომ ეხა იოგებს ერთი რა ვიცი მე ტრუსიკი ეცვათ და დაждდებოდა ახლა ვიღაცა ბრძენი თვალებს დახუჭავდა და ჭვრეტაში შედიოდა და ეს ასე ვთქვათ ეს სურათხატი პირწმინდა რაღაცა ინდური სურათხატი არის და ალექსანდრე მაკედონელი ეხა ამხელა კაცი არის მეომარე ნასწავლი აქვს მთელი რა ვიცი გემჩენებლობიდან დაწყებული ესე იგი საბრძოლო ხელოვნება ყველაფერი და ალექსანდრე მაკედონელის მასწავლებელი რო იყო ისაკი არისტოტელე და არისტოტელის მასწავლებელი რო იყო პლატონი და პლატონის მასწავლებელი სოკრატე ხო წარმოგიდგენთ ეხა ვინ არის ჩასული და ვის ელაპარაკება და ვის უყურებს და უცებ ალექსანდრე მაკედონელი ამ კაცს ეკითხება რომ რას აკეთებო და იმან უთხრა რომ მეო არაფრობას ვიმეცნებო ესე იგი კიდევ უფრო სხვანაირად უთხრა მეო ესე იგი შეგრძნებაში მე ვცდილობ რომ ვიგრძნო არაფრობაო და მე იმან კითხა რომ და შენ რას აკეთებო და ალექსანდრე მაკედონელმა უთხრა რომ მეო სამყაროს ვიპყრობო და ორივეს გაეცინა და ორივემ თქვა რა დეგენერატია მეორე რა აზრი აქვს არაფრობის შეგრძნებას ეს იყო ალექსანდრე მაკედონელის ტვინში რაც აზრმა გაიელვა და იმ ვიღაცა იოგას თუ ჯიმნოსოფისტის ტვინში გაიაზრა რომ და რა აზრი აქვს სამყაროს დაპყრობას ბოლოში ხომ მაინც მოკვდები ხო? შენ საფლავზე იქნება ეგეთი წარწერა, რომ ამ კაცს უნდა მთელი სამყაროს დაპყრობა და საბოლოო აგერ მეტრაზე აგერ რაღაცა ტერიტორია აქვს და იმაზე წევს და ისიც უკვე გაიხსნა და იმაშინაც რო ამოთხარ რომ შეგით აღარაფერი აღარ იქნება, დრომ შეჭამა ყველაფერი და მაშინ რა აზრი აქვს საერთოდ ამ ყველაფერს. ეს ორი საზრისი არის ისეთი, რომ ახლოს რომ იყო თითქოს და ხვდები რომ ორივეს რამხელა სიბრძნე გააჩნია და ამ დროს იტყვი რომ მოიცა აბა მაშინ მე რანაირად ვიცხოვრო. და მაგრამ სანამ ჩვენ ამ რაღაცა გაერთიანებაზე თუ რაღაცა კავშირზე ვიპოვი და მე წინასწარ უკვე დაგასპოილერეთ რომ რა თქმა უნდა ამ კავშირზე გავალ, იმიტომ რომ როგორ კაცო საქართველოში დაბადებული კაცი ვარ და ეს ორი თუ არ დავაკავშირე, აბა რას ვაკეთებ აქ ხო? რიკოტის იმაში ვარ, აქ პირდაპირ ტუნელში ვარ დაბადებული. და ესე იგი ჯერ უნდა თქვა ესეთი რაღაცა რომ სანამ გეოგრაფიაზე ვილაპარაკებ, ჩვენ ვსაუბრობთ ორ რაღაცაზე. ერთი არის ხაზი, რომელიც ამბობს რომ მე ტვინით უნდა ამოუხსნა სამყარო. სამყაროში, როდესაც მე ვიყურები, რასაც ხედავ მე სამყაროში, ყველაფერი მინდა რომ გავიგო. მე მინდა გავიგო ეს შენობა როგორ აშენდა, მე მინდა გავიგო ეს ნატურა რო ანათებს, როგორ ანათებს. მე მინდა გავიგო აგერ კეთილი ადამიანი გვიღებს ახლა და ის კამერა რა უბედურება არის და სადაც როგორ ხდება ამის აღმოჩნდა. მე ყველაფრის გაგება მინდა. მე მინდა ცაში რო ვიხედები, ვარსკვლავებს ხედავ და ეს ვარსკვლავები ვინ მოიტანა, ამხელა ბურთები ცაში როგორ კიდია, რა არის სივრცე, რა არის დრო, ყველაფრის გაგება მინდა. სხვათა შორის აქვე უნდა ვახსენო ერთი ძალიან კეთილი ადამიანი იყო იმაში რა ქვია ძველ საბერძნეთში და ძველ საბერძნეთში სხვათა შორის ყველა სახელნაგვარები თქვენ რო იცით და როგორც გეომეტრიის რიგში გაქვთ ნასწავლი როგორც გეომეტრები პირველ რიგში ეგ ხალხი იყვნენ ფილოსოფოსები და მერე იყვნენ გეომეტრები მათ შორის იყო კეთილი კაცი თალესი საერთოდ ფილოსოფიის ისტორიაში რო ნახოთ პირველი კაცი ვინ არის ერთ-ერთი პირველი წერია თალესი თალესმა თქვა ესეთი რაღაცა მეო ღმერთი უნდა გავიგო თუ ღმერთს უნდა დავემორჩილო და ესე იგი მაგდროინდელმა ქურუმებმაც კი ვერ გაბედეს და ვერ უთხრეს რომ არა კაცო შენ უნდა დაემორჩილო ღმერთს თორე ვინ კითხავ შენ ახლა თავში წამოვარტყა და დაემორჩილე ღმერთს და თალესმა მიიღო ესეთი პასუხი რომ არა ღმერთი უნდა გაიგო და თალესმა თქვა რომ თუ მე ღმერთი უნდა გავიგოო მაშინ გაგება ყოფილა ღმერთი შემეცნება ყოფილა ღმერთი იმიტომ რომ გაგებამ უნდა მოიცვას ღმერთი და არა ღმერთმა მოიცვას გაგება და თუ გაგებამ უნდა ღმერთი მოიცვას, მაშინ რომელია უფრო დიდი ღმერთი თუ თავად გაგებაო და მაშინ გაგება ყოფილა ღმერთიო. ეს იყო პირველი, როდესაც ადამიანმა გაბედა, რომ მოდი მე ვიაზროვნებ ჩემით.
ამ წერტილამდე ფილოსოფიური აზრი არ არსებობდა. ამ წერტილამდე ძველ ეგვიპტეში წახვალ იყო ვიღაცა ქურუმები გამოკეტილ ოთახში შევიდოდნენ და გამოვიდოდნენ. იქნებოდა თქვენ იტყოდნენ ღმერთებმა თქვა ესე, ფარაონმა თქვა ესე, ჩვენ რაღაცა ნათელხილოში მოგვეცა რაღაც ესეთი რაღაცები, ამიტომ ვაკეთებთ ამას. ოღონდ ეს ხალხი შარლატანები არ იყვნენ, იმიტომ რომ ამ ცივილიზაციამ ააშენა პირამიდები. ასე რომ დღესაც ბურუსით არის მოცული რანაირად ხდებოდნენ ეს ხალხი და გეომეტრიის არ ცოდნით, მაინც როგორ გააკეთეს ასეთი პრეციზიულობით ეს პირამიდა, მაგრამ ამაზე პასუხი არ ვიცით. მაგრამ საიდანაც ჩვენ შეგვიძლია ათვლა დავიწყოთ და საიდანაც ჩვენ შეგვიძლია რომ ისტორიას გავუყვეთ, ეს არის უკვე საბერძნეთი. საბერძნეთმა თქვა რომ აგერ 1+1 2, აგერ გეომეტრია, აგერ მარტივი რაღაცები და ვიღაცა კეთილი ევკლიდე მოვიდა, რომელმაც ესე იგი ძალიან საბაზისო რაღაცები თქვა, ეხლა თქვენ იცით რაზე მაქვს საუბარი, მე გეომეტრიის საფუძვლებზე მაქვს საუბარი, აგერ წერტილი, აგერ წრფე, აგერ სამკუთხედი, აგერ სამკუთხედების ტოლობა, პარალელური ხაზი და всё, წავიდა თეორემა 1, თეორემა 2, თეორემა 3 და უკვე გემთმშენებლობაზე მივიდა, ინჟინრობაზე მივიდა, უკვე მე განვითარდა და დღემდე მოდის და უკვე ყველაფერს მეტრია და ლოგია დაერქვა, იმიტომ რომ ერთი მეორეს ბადებდა ეს მეცნიერებები, ხო? და ეს იყო დიდი ბუმი. საბერძნეთმა მიაღწია იმით, რომ ტვინში აუვარდა მერე ყველას, მათ შორის ალექსანდრე მაკედონელსაც და თქვა, რომ მე სადაც მე ამდენი ცოდნა, ამდენი შემეცნება, ამდენი გაგება გამაჩნია, წავალ ახლა და ყველას დავიპყრობ, მთელ დედამიწას დავიპყრობ. იმიტომ დავიპყრობ, რომ ვერავინ მე წინ ვერ აღმეთკება, იმიტომ რომ ისინი რაღაცა ძველ ღმერთებს მიშტერებიან და მე კიდე ვიცი, მე შემიძლია ავაშენო, მე შემიძლია ვისრულო, მე შემიძლია მოვკლა, მე შემიძლია დავიმონო, მე ვარ მთავარი და ყველა დანარჩენი ჩემს ქვემოთ არიან და ეს ხედვა ქონდა, ნუ ლამის ახლა ფაშისტ ვერ დავარქვა, მაგრამ ალექსანდრე მაკედონელს რომ მიგეშვა, კაი დამკაში გავიდოდა. ჩემმა მეგობარმა მითხრა რას აკეთებო და წამო კინოში წავიდეთო და კაი წავიდეთ მეთქი და მახსოვს რუსთაველზე გადავიდა ფილმი იყო ალექსანდრე მაკედონელი და შევედით და ჩვენ უბედურებმა არ ვნახეთ ქრონომეტრაჟი რამდენი იყო ამ კინოს ქრონომეტრაჟი რა თუ რაღაცა მგონი არ ვარ საათ ნახევრის დამთავრდება თან საღამოეთ წავალ სახში ბიჭო ამ ალექსანდრე მაკედონელმა დაიპყრო ერთი ქვეყანა დაიპყრო მეორე ქვეყანა ეხლა სპარსეთში წავიდეთ და ჩახაჩუხია და გაჟლიტა იქ ევროპა ეხლა წავედით ეხლა მონღოლეთზე ეხლა წავედით და ბოლოში უკვე რომ აი რაღაცა თან ესეთი კულმინაციური მომენტი მოხდა და всё ის გადარჩა ყველა მტერი დახოცილი არის ესენი გადარჩა და ადგა ფეხზე და კიდე ცოცხალი არის და რო ადგა ფეხზე ეხა წავედით ინდოეთშიო და მახსოვს უკვე 3 საათი არის უკვე ფილმი გასული და გალორკიდან ვიღაცა ყური სახლი არა გახვილო აი ეს დაახლოებით ეგეთი მომენტი იყო რომ აი იმ ხელაში იმას გზნობდა შიგნით ესე იგი ინგლისურად მაგას ქვია superiority რა ესე იგი რომ მე უფრო მეტი ვარ ვიდრე შენ რომ თქვა რომ მოდი ახლა მთელ სამყაროს დავიყროთ და ვინოხერი აღმედგება წინო ისი აგიხდა ყველაფერი ინდოეთში ვერაფერს ვერ გახდა სხვათა შორის და ინდოეთი ალბათ სიმბოლო იყო დიდი აღმოსავლეთის სხვათა შორის თუ მე სამხედრო ხელოვნება გაინტერესებთ ინდურ კულტურაში არის ეგეთი მომენტი, როდესაც ხა ინდოეთში სპილო ხოლამის წმინდანად ითვლება, მაგრამ აი არის გამონაკლისი შემთხვევები, როდესაც სხვა გამოსავალი არ არის, სპილოს ხორთუმში წაუკიდებენ ხოლმე ცეცხლს და სპილო გიждდება მაგ დროს და იწყებს სირბილს და თუ სპილომ დაიწყო სირბილი, გადათელავს ყველაფერს, საერთოდ რაც მის გზაზე არის და ეგ იყო რითაც ინდოეთმა მოუგო ალექსანდრე მაკედონელს ეგეთი მომენტი იყო და საერთოდ იქ მერე წერტილი დაესვა ყველაფერს. მაგრამ მე დავბრუნდები ახლა უკან. აი ეს ორი აზროვნება ბერძნული აზროვნება ამბობს ესეთ რაღაცას. მე არ ვიცი რა ხდება ზეცაში, მე ვიცი რომ აქა ვარ, ჩემს წინაშე არის სამყარო მოცემული როგორც ლაბორატორია და მე ეხა უნდა დავჭდე და მე ეს ყველაფერი უნდა გავიგო. იყო ერთი კეთილი კაცი პლატონმა გააკეთა სკოლა, ამ სკოლაში თქვა ესეთი რაღაცა, რომ მე მინდაო რომ ათენსო გავუკეთო ისეთი რაღაცაო, რომ სადაც სკოლა იქნება, სადაც ადამიანი მოვა და უკეთესი მოქალაქე გამოვა. და აი ვასწავლითო რაღაცეებს. თუმცა თქვა შეიძლება მე თავისი ხელით დაკეტა ეგ სკოლა, იმიტომ რომ თქვა რომ გარანტია იმისი რომ ბავშვს აუხსნი რაღაცას და ის გაიგებს არ არსებობს. ანუ შენში კი შეგიძლია რომ აუხსნა, მაგრამ თუ შტერია ვერ გებულობს, შტერზედაც არ არის, თუ ზარმაცია ვერ გებულობს. ანუ შეიძლება ბოლომდე დაიხარჯოს მასწავლებელი, მაგრამ აი გული არ დაუდო ეხლა იმ ბავშვმა და ამიტომაც ვერ შედგა ესე იგი ცოდნის გადაცემის აქტი და პლატონმა თქვა რომ აბა მაშინ დასაკეთია ეს ყველაფერი. მაგრამ პლატონი იყო გაზრდილი ესეთ ხედვაზე, რომ თუ ადამიანი მოდის და ეს ადამიანი ამბობს, რომ ვაიმე, იცი რა არის სამყარო ისეთი არის მე რომ მინდა და ჭეშმარიტება კი არ არსებობს ესეთი რაღაცა ერთიანი და უჩემოთ და რაღაცა ობიექტური. არა, ყველაფერი სუბიექტური არის და ჩემს ხუშტურებზე არის აგებული ყველაფერი და ეს აცოფებდა მაშინ.
ესე იგი პლატონს და იმან თქვა ეგეთი რაღაცა, რომ შენო აქ რომ მოდიხარო, იცოდეო გეომეტრიაო თუ არ გიყვარსო, ვაფშე აქ არ შემოხვიდეო. და პირდაპირ სკოლის კარებს გააკრა ესეთი, ესე იგი წარწერა იყო, რომ თუ გეომეტრია არ გიყვარს, აქ არ შემოხვიდეო. მე ისე მიყვარს ეს ფასად, ჩემს საკუთარ სახლში ტუალეტზე მაქვს გაწერილი ეგეთი რაღაცა, რომ თუ გეომეტრია არ გიყვარს, შეგინთ არ შეხვიდეო. და იდეა არის ამაში ეგეთი რაღაცა, რომ შეეგუე იმას, რომ არსებობს ობიექტურობა და შენ ამ ობიექტურობის მიმართებაში შენ ხარ არავინ და შენ მოგიწევს რომ გაიგო სამყარო. და სამყარო გაიგო ნიშნავს რომ რა ვიცი მაგალითად ქიმია თუ გიყვარს აგერ ქიმიას მიაწექი, გეომეტრია თუ გიყვარს აგერ გეომეტრიას, მაგრამ შენ უნდა ნელ-ნელა როგორც აი რაღაცა ჭიარო ხრავს რაღაცა ფოტოს, აი ეს უნდა დაიწყო და ეს სამყარო უნდა გაიგო და ამ საქმეში არსებობს ბოდიში და ერთი წყევლა. და წყევლა არის ასეთი, შენს გასაგებს სხვა ვერ გაიგებს. შენი გასდას და გაგება ვერ გეჩუქება და ვერ სხვას აჩუქებ. მე კი არა და ნებისმიერი მასწავლებელი, ლექტორი კი არა და სულ ქრისტე ღმერთი რომ მოვიდეს და იმას რო უთხრა ამოცანა რომ მოდი ახლა ამ ხალხს გააგებინეო, ის გეტყვის რომ შანსი არ არის, არსებობს კოსმიური კანონი, რომ მე ძალად შენ ვერაფერს ვერ გაგაგებინე. მოგიყვო მე შემიძლია დრო დაგითხოვო, მე შემიძლია ავხდე, ყველაფერი გავაკეთო, მაგრამ გაგების აქტი უნდა მოხდეს შენში. და თუ შენ არ დაძაბავ გონებას რომ გაიგო, შენ ვერც გაიგებ. და არავის გარე ძალას არ შეუძლია რომ იძალადოს შენზე ისე, რომ მოახდინოს ეს გაგება. ოკეი? გასაგებია ხო როგორი თემა არის? ვინ ოხერი და დედამიწის ზურგზე ყველა პოლიტიკოსი იოცნებებდა იმას, რომ მოსულიყო თქვენთან, გაეხერხა თქვენი twini, გადაეწია ეს თქვენი twinები, შიგნით ჩაედო თავისი პოლიტიკური რაღაცა აჯენდები, დაეხურა twini და მე თქვენ გეფიქრათ იმას როგორც უნდა ისე. მაგრამ სამყარო არის ისე მოწყობილი, რომ ამან უნდა გაიაროს თქვენს თავისუფლების ნებაზე. თუ თქვენ გამოშტერდებით და აზროვნებამდე სხვას დაეთანხმებით, მაშინ ხარ მონა. მაგრამ თუ შენ მთელ სამყაროს გაატარებ აზროვნებაში, მაშინ შენ ხარ თავისუფალი. აი, მონობა და თავისუფლების ფორმულა პირდაპირ არის ეს. ხო? რომ მე გავიაზრე და გააზრებულად ვაკეთებ, თუ მე გაუაზრებლად ვაკეთებ და გაუაზრებლად ნიშნავს, რომ რა ვიცი მე ხათრის გამო, შიშის გამო, ავტორიტეტის რაღაცა პატივისცემის გამო, ვიღაცის გამო, ოღონდ არაჩვენით. და ფაქტობრივად კეთილი და ბოროტი დაიყვანება იმაზე. ამას შენი მეობა გაუვლია, თუ ამას შენი მეობა არ გაუვლია. მე არ ვიცი რამდენად გასაგები ენით ვსაუბრობ, იმიტომ რომ ცოტათი ჩემ თავს მწვანე შუბს ვუნთებ, რომ როგორც მომდის სიტყვები, ისე ვილაპარაკო. მაგრამ თქვენ გამაჩერეთ და მე ავხსნი გემრიელად ყველაფერს. ამიტომ სად გავჩერდი ახლა? გავჩერდი იმაზე, რომ საბერძნეთი მოდის ესეთ რაღაცაზე, რომ მე ვიყურები გარეთ და გარეთ რასაც ვხედავ, რომ არის გასაზომი, ყველაფრის გაზომვას ვიწყებ. და მე ვქმნი მეცნიერებებს, მე ვქმნი, რა ვიცი მე არქიტექტურებს, მე ვქმნი ყველაფერს ვქმნი, მათ შორის ხელოვნებას და იცოდეთ, რომ ადამიანსა და ღმერთს შორის ურთიერთობაში უპირველესი არის ადამიანი. აი ამას ამბობს საბერძნეთი. ამიტომაც ისე სუპერსონიფიცირებული ღმერთები ყავს, აპოლონი ყავს, ადამიანის ყველა კუნთი უნდა იყოს იდეალური. ეს უკვე მე რენესანსულ პერიოდში უკვე თავისი ეკოს გააკეთებს ის, რომ როდესაც ადამიანის სხეულს აკეთებს, ფაქტიურად სრულყოფილი უნდა იყოს და ამ სრულყოფილებაში უკვე ღმერთის ჩანაფიქრიც ჩანს, მაგრამ პირველ რიგში ეს ადამიანი არის, როგორც სრულყოფილების სიმბოლო და არა ის, რომ ადამიანი ნაკლული არის და ღმერთი არის რაღაცა დიდი რაღაცა მომენტი, ხო? აი ეს არის მეცაც გეტყვით, ადამიანის უფლება დღეს რო ვიძახით ამ ტერმინს, ეს წმინდა დასავლური მომენტი არის, რომ ადამიანის უფლებები არის იქიდან, რომ ადამიანის გაღმერთებიდან დაიწყო ეს ყველაფერი და მე რომაელები მოვიდნენ და უკვე იურისპრუდენციაში გაუჩეს ეს ყველაფერი და უკვე კანონი დაწერეს, რომ ადამიანს აქვს უფლება იმის და უკვე ადამიანის უფლება წამოვიდა. შენ რო ეხა უცებ მოგისროლო სადღაც ინდოეთის სოფელში, რა ის ადამიანის უფლება? აგერ ტურები დამყავს ინდოეთში ხოლმე და მე ძალიან მიყვარს ახლა შემჩნეული ვარ ინდოეთის სიყვარულში და ჩვენი გიდი არის ერთი კეთილი ადამიანი სატეში ქვია სახელად და ამ სატეში რო უთხარით ესე იგი 19 ქართველი ქალიზის იმაში აქია ავტობუსში და ხა თემა ხო უნდა ავაგდოთ და ჩვენებმა უთხრეს რომ სატის ცოლი თუ ყავსო კიო და შვილი თუ ყავს კიო ორი შვილი მყავსო და აბა მე მოგვიყევი ერთი შენი ცოლი სად გაიცანი და სატიშმა თქვა რომ მეო ჩემი ცოლი გავიცანიო ჩემსავე ქორწილშიო და ესე იგი მე მგონი ისე ტორმოს დაარტყა მაგ დროს ის აქ ძღოლმა და ყველა შევხვდით რომ რას ნიშნავს კაცო ცოლი მოიყვანა ისე რომ ცოლს არ იცნობდი და სათიშმა თქვა რომ კიო მეო ცოლს არ ვიცნობდი კი მაგრამ ადამიანის უფლება არ იცით ამ ინდოეთში და
არა, არ ვიცი, ეგო ბერძნული ამბავი არის. ნუ ეხა ეგრე არ ვთქვა, მაგრამ ამას მე ვხსნი ხა. და სადისმე რომ აბა რატო აირჩიე ეს ადამიანი და არ აირჩიე მეორე ადამიანი და ასტროლოგმა ეს ემირჩია. როგორ კაცო ჩვენ სოფელში ასტროლოგი არისო, ის არისო, ეს არისო, შეისწავლისო ყველაფერსო, მიიხედავენ, მოიხედავენ და მე რომ დავიბადეო იქ უკვე სიები შემდგარი იყო ვინ ვისთან როგორ რანაირად და მე უკვე წინასწარ ვიცოდიო, 6 წლის რო ვიყავი, უკვე იქიდან ვიცოდიო რომ ეს უნდა მომეყვანა, მაგრამ ვერასოდეს ვერ გადავიკვეთე და მაგრამ აი ქორწილის დღესო ამან ესე ფატა რო გადაიწიო, დავინახო და ჰაი ესე უთხარიო და იმანაც მითხრა ჰაიო და ესა და დამუნჯებული ავტობუსით ვზივართ იმაზე რომ როგორ მოიყვანა სატიშმა ცოლი ისე რომ არ იცნობდა. თქვენ არ ვიცით წამოგცდა თუ არა ეს სიტყვა, მაგრამ ჰარი და ჰარალე ვიშნუს და შივას ნიშნავს ინდურად სხვათა შორის და ხო, ეგ ეს ინდური ამბები არის და ასე რომ ეგ ჰარი ჰარალი კიდევ ისე მთელი. აი ზუსტად ჰარი ჰარალეზე ვიშნუ და შივა თქვა რომ მოიყვანო და მე ვინოხერი ვარ რომ ავდექი და მოვიყვანებ. მაგრამ ეხა უკვე ავტობუსში დგას ეგეთი კითხვა რომ მოიცა კაცო დასავლეთი თუ აღმოსავლეთი და ამ დროს სტატისტიკა ეგრევე ჩვენ წამოგცდა ეგეთი რაღაცა რომ ბიჭო სტატისტიკურად მე განშორების სტატისტიკა როგორ აქვს აღმოჩნდა რომ ინდოეთში ყველაზე მტკიცე ოჯახები არის დედამიწის ზურგზე პირიქით დასავლეთში არის რომ პანტიკუნტად შორდებიან ერთმანეთს და ესენი არ შორდებიან და ხალხის დოკუმენტური ფილმებიც არის ამაზე რომ ეკითხებიან ინტერვიუებს რას ლაპარაკობ კი არ ვიცნობდიო ქორწილის დროს გავიცანიო მაგრამ მე შევაბერდითოთ ყველა ისა მე რაღაცა და შაკირობენ ამაზე და შენ ხვდები რომ მოხუცებულობაში ეს წყვილი არის რაღაცა ისეთი ბავშვური დილიაში არის და რანაირად ინარჩუნება ამასო და ფაქტურად ეს ხალხი გეუბნება რომ ჩვენო ეგო არ გაგვაჩნიაო დასავლეთში ოწახოდი აბა შენი უფლება ჩემი უფლება შენი უფლება ჩემი უფლება და მე კონფლიქტი არის და ჩვენო რა ვიციო ღმერთმა დაბლოცაო და აბა სხვა რა გზა გვაქვს და ვხაჭავთ ერთმანეთსო ვახ გულში ვფიქრობ ესე იგი როგორ რანაირად მეთქი ხო წარმოგიდგენთ ხა აქ ისეთი მომენტი არის და აი ეხა რაღაცა ინტიმურ რაღაცას გეტყვით ოღონდ არ გამლახოთ რა ესე იგი გულში ვფიქრობ ეგეთ რაღაცას რომ რანაირად უნდა მოხდეს ეგეთი რაღაცა რომ ვიღაცა მითხრას რომ აი მიდი ეხლა და თუნდაც ცოლის მოყვანაზე რო არ იყო საუბარი აი ეს გაზარდება იმიტომ რომ ამ ბიჭმა თქვა რომ ჩვენ ერთმანეთს ვზრდითო და ეგ სიტყვა რო თქვა რომ ჩვენ ერთმანეთს ვზრდითო თითქოს და გაჩუმდა ავტობუსი იმიტომ რომ მოიცა წამით ვზდითო და მე უცებ ეგრევე გულში გამიშდა ეგეთი რაღაცა რომ რავი 15 წელი ლექტორი ვიყავი და მე ვინმე მეკითხება ან დღეს მე მეკითხება აქ ვინ იქნება ვინ დამხვდება ხო არ მეკითხება მაგრამ მე ხო შიგნით ეგეთი რაღაცა მაქვს რომ რა ვინც არ უნდა იყოს გულსπელად ველაპარაკები გულში რაც არ მაქვს ყველაფერს ვიტყვი ტვინში რაც არ მაქვს იმასაც ვიტყვი რაღაცებს ავხსნი დავალაგებ და თუ წაიღებ თუ არ წაიღებ არ წაიღებ მაგრამ მე ხო ყველაფერს დავიხარჯები იმისთვის რომ ვიღაცა გავზარდო და თუ ესე მუშაობს მაშინ სატიშისთვის ცოლზე რატომ არ უნდა იმუშაოს და მე უცებ აღმოჩნდა ეგეთი რაღაცა რომ უისე მართლა რა მნიშვნელობა აქვს ვინ გიყვარს ისევე როგორც ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს რა მნიშვნელობა აქვს ვისასწავლი თქვენი არც ახალი ვიცი, არც გვარი არ ვიცი, მაგრამ რახან მისმენთ და გიყვებით გემრიელად, კითხვას დამისვათ და კიდევ უფრო მეტად გადაგყვებით, იმიტომ რომ მიყვარს ადამიანი რომ ეკითხება, ესე იგი სიღრმეში დავა და ბოლომდე დავიყურებ, იმიტომ რომ ეს პროცესი მიყვარს. მე თავად სწავლება მიყვარს, ანუ უყურმარო თქვა, მე სიყვარული მიყვარს და არა ის ადამიანი, ვინც არის, ეს სულ ერთია ფაქტორად ის ვინც არის და უცებ ეს ეხლა როგორი განსხვავებული რაღაცას ლაპარაკობ, ხო ხდებით, აი წარმოუდგენელი არის დასავლელი ადამიანისათვის ესეთნაირად შეხედოს და ამ დროს აღმოსავლეთისათვის ესე აბა რა იმიტომ რომ თუ სიყვარულში ჩვენ გაგაჩნია მიზანი და გიყვარს ერთი და არ გიყვარს მეორე, მაშინ აღმოსავლეთ ეგ არც ყოფილა სიყვარული. ეჭვით არ მომყარება აქ ახლა ქრისტიანი მოდელი რომ მოიყვანო, გეტყვით რომ რა თქმა უნდა ღმერთი სიყვარულია და ღმერთს არ აქვს. ღმერთი არ არის მიშვერილი იქითკენ ან აქეთკენ, ის არის ომნიპრეზენტული არსება და თუ გიყვარს, ვაფშე ყველაფერი გიყვარს. შენ თუ გიყვარს ერთი და არ გიყვარს მეორე, მაშინ გამოიბერტა ყურები, არ ყოფილა ეგ სიყვარული, დამეთანხმება მაშინ. ამიტომ მე ვამბობ რომ საბოლოო ჯამში ეს აღმოსავლეთ და დასავლეთი იქრება. თითქოს და აღმოსავლეთი და დასავლეთი ერთმანეთს აფხიზლებენ კიდევაც. აი ეს ელემენტი არის რაც მიყვარს. მაგიტომ იყოს ხოლმე რომ ინდოეთში რო წავახობთ, გამილაწუნებს ინდოეთის სახეში ხოლმე, ესე ჩამოდიო ხოლმე და მე უცებ სხვანაირად უყურებ ხოლმე რაღაცებს აქ. ზურა ჟვანიასკის არ იყოს ამ ჯორჯიან therefore ამ ევროპიან და მაინც უფრო დასავლეთს ვეკუთვნით აზორობრივად და ესეთნაირად ვარტკიბებად გაზრდილებ. მაგრამ დაუბრუნდები იქ რომ ესე იგი აი პლატონი იძახდა რომ თუ გეომეტრია არ გიყვარს აქ არ შემოხვიდო. ამ დროს რაც ხდება გადაღმა და გადაღმა ვიტყვი ეს არის ირანი და სპარსეთი. სპარსეთში იბადება ესეთი მოძრაობა რომელიც იყო მისტიური მოძრაობა. მისტიკოსები ლოგიკას არ ცემდნენ პატივს, არადა მთელი საბერძნეთი ლოგოსზე და ლოგიკაზე იყო. მისტიკოსები ამბობდნენ რომ იცი რა არის, ცოდნით შენ ჭეშმარიტებას ვერ გაიგებ.
ჭეშმარიტებას გაიგებ, თუ კი გულს მიანდობ და თუ კი დაილები და დაცარიელდები. ქრისტიანობაშიც არის ამისი ელემენტი, რომ ტიკი სავსე თუ არის, მაშინ მე უნდა დაცარიელდეს ტიკი და მაშინ აივსება და ესეთი ტიპიური სპარსული, სუფიური ესეთი ლექსიც კი არის გრამატიკოსი ხდება მენავეს. და ეს არ ვიცი, ხო არ წავიკითხო ეს ლექსი, ეს ზეპირად არ ვიცი, მაგრამ სადაც ყოთა ზურა ჟვანიერსკის არ იყოს ამ ჯორჯიან თერფორ ამ ევროპიან და მაინც უფრო დასავლეთს ვეკუთვნით აზერბაიჯანს და ესეთნაირად ვარტკიბებად გაზრდილებ. მაგრამ დაუბრუნდები იქ რომ ესე იგი აი პლატონი იძახდა რომ თუ გეომეტრია არ გიყვარს აქ არ შემოხვიდო. ამ დროს რაც ხდება გადაღმა და გადაღმა ვიტყვი ეს არის ირანი და სპარსეთი. სპარსეთში იბადება ესეთი მოძრაობა, რომელიც იყო მისტიური მოძრაობა. მისტიკოსები ლოგიკას არ ცემდნენ პატივს, არადა მთელი საბერძნეთი ლოგოსზე და ლოგიკაზე იყო. მისტიკოსები ამბობდნენ, რომ იცი რა არის, ცოდნით შენ ჭეშმარიტებას ვერ გაიგებ. ჭეშმარიტებას გაიგებ, თუ კი გულს მიანდობ და თუ კი დაილები და დაცარიელდები. ქრისტიანობაშიც არის ამისი ელემენტი, რომ ტიკი სავსე თუ არის, მაშინ მე უნდა დაცარიელდეს ტიკი და მაშინ აივსება და ესეთი ტიპიური სპარსული, სუფიური ესეთი ლექსიც კი არის გრამატიკოსი ხდება მენავეს. და ეს არ ვიცი, ხო არ წავიკითხო ეს ლექსი, ეს ზეპირად არ ვიცი, მაგრამ სადაც ყოთაში ჩაუჯდა ერთ მენავეს გრამატიკოსი. ჯერ წაგიკითხავთ ლექსს და მერე გაგირჩევთ. ეს სპარსული ლექსია, რომელიც ესე იგი აქილიკებს ბერძნულ ფილოსოფიას, ფაქტიურად. ბერძნული ფილოსოფია არის მეცნიერული ფილოსოფია, აი გრამატიკა. გრამატიკა არის სიმბოლო, ადამიანის მოგონილი წესის, ფილოლოგია, გრამატიკა და სპარსელები ამბობენ, რომ რა გრამატიკა კაცის მოგონილია, ჩვენ ვიყურებით ზეცაში და ზეცაში ღმერთის მოგონილებს ვსწავლობთ. ნავში ჩაუჯდა ერთმენავეს გრამატიკოსი ამაკაც კითხა თითქოს იყო მსგავსი კიკოსი. სინტაქსი იცი უთხრა არაო, არა, მაშინ სიცოცხლე დაგიკარგავს ნახევარი. მენავეს დასწრა ამით გული, თუმცა წყენა არ შეიმჩნია, დაადუმა უმალვე ენა და უცებ ქარი ამოვარდა ზღვაზე ძლიერი, მენავემ კითხა გრამატიკოს მკაცრი იერით. ცურვა თუ იცი სინტაქსივით მითხარი ჩქარა. პასუხი იყო არა, ცურვა არ ვიცი, არა. არა, მაშ ძმაო, შენ დაკარგე სიცოცხლე მთელი, ვიძირებით და გადარჩენას ნუყარსადეი. ეხა აქ მთელი ამბავი არის, რო იცოდეთ. აქ არის სიმბოლო იმისი, რომ მენავე ნიშნავს იმას, რომ ეს არის ორი ნაპირის შორის გადამლახავი, ეს არის ადამიანის სიმბოლო იმისი, რომ ზეცასა და მიწას შორის ხარ და შენ ესე იგი ხარ ის, რომელიც აკავშირებს ამ ორ სამყაროს და ხან იქითა ხარ და ხან აქეთა ვარ და ეს სუფიური წინადადება მე აკაკისაც აქვს, რომ არც მიწისა ვარ და არც ცისა და ხან მიწისა ვარ და ხან ცისა, ეს მენავის ასე ვთქვათ მომენტი არის და უცებ ეს მენავე რო ხდება გრამატიკოს, მენავისთვის ეს გრამატიკოსი არის ისეთი რა და ამ დროს ეს გრამატიკოსი კიდე ტრიპაჩობს, იმიტომ რომ უკან მთელი ბერძნული კულტურა აქვს. და ეს ეუბნება, გრამატიკა იციო და არ ვიციო, მაშინ სიცოცხლე დაგეროს ნახევარი და როცა ქარი ამოვარდება, ანუ როგორც კი რეალური პრობლემა ესე იგი მოხდება. მაშინ აღმოჩნდება, რომ გრამატიკა არაფერში არ გამოგადგება, იმიტომ რომ გრამატიკა არ არის ის, რითაც ამოიხსნება სამყარო. გრამატიკა ეს არის ადამიანების მოგონილი ერთმანეთში სასაუბრო წესები და არა კოსმიური წესი. და ამიტომაც ისე თქვით, რომ ისე ცურვა არ იცი? მაშინ სიცოცხლე დაგიკარგავს ნახევარი და ცურვა გეტყვით რისი სიმბოლო არის. ცურვა არის სიმბოლო იმისი, რომ შენ წყალზე ტივტივი შეგიძლია. ხო? აი სახარებისეული ესეთი ფრაზა არის ძალიან ცნობილი, რომ წყალზე გაიარა ქრისტემ. ხო? და ხმელეთზე სიარული ნიშნავს, ეხლა გეტყვით, მიხვდებით რა არის ხმელეთზე სიარული. აი გეომეტრია ხო გისწავლია. გეომეტრიაში ხო არის რომ თეორემა ამოხსენეთ. და ერთი თეორემით მეორე თეორემა ხო დაამტკიცე და მეორე თეორემით მესამე ხო დაამტკიცე და თვითეული მტკიცება საყრდენად იღებს წინამტკიცებულებას. მოყვებით ხო? ანუ ხმელეთზე სიარული არის ლოგიკის სიმბოლო და წყალზე სიარული არის მისტიკის სიმბოლო. როდესაც შენ საყრდენი არ გაგაჩნია და ყოველი მოსმით და თუ გაჩერდები ჩაიძირები. არა, სულ უწყვეტობაში უნდა იყო, რომ შეინარჩუნო, რომ არ ჩაიძირო. და როგორც კი პრობლემა მოხდება და წყალი წამოვა, გრამატიკოსი იძირება და მისტიკოსი გადარჩება. ეს არის სპარსული ხედვა. და ამითი მე ავხსენი ის, რომ ესენი პაექრობენ ერთმანეთში. სპარსული ხედვა არის კიდევ ის, რომ შენ ჭეშმარიტებას ესე ბერძნულად ვერ გაიგებ, შენ ჭეშმარიტება თუ გინდა გაიგო, ნახეთ ხა ძალიან ოხე რაღაცას გეტყვით.
შენ არ შეგიძლია ჭეშმარიტებას თავი დაანებე, შენ არ შეგიძლია შენი თავიც გაიგო პირდაპირ. შენ არ შეგიძლია თქვა, რომ მე ხა დავჯდები, დავფიქრდები და გავიგებ ვინ ვარ. თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე როდესაც სკოლაში ვსწავლობდი, მახსოვს შრიაურობინდოს წიგნი წავიკითხე, აზრები გააჩერო და რაც მე ვიჯექი და აზრებს ვაჩერებდი მთელი ცხოვრება, მაგდენი სიხარული თქვენ და მე მივხვდი, რომ შეუძლებელია ფაქტობრივად ეგრე აზრი გააჩეროს, ეგ დაჯდე და გააჩერო აზრი რა. მაგაზედაც ფიქრობ ზუსტად. გინდა გითხრა ბერძნული მომენტი მაგაზე. ერთი კეთილი კაცი იყო დიოგენე და იმაში იჯდა სულ რა ქვია კასში იჯდა. კი, ცნობილი ამბავია და მერე დიოგენეზე ესე იგი დაიძრა ხმები, რომ ამან იცის ყველაფერი. მოვიდნენ ისინი, რა ქვია, რომაელი ისინი ვიღაცები და უცნაურს რომ შენზე ამბობენ ყველაფერი იციო და მაშინო ალქიმიაც გეცოდინება და მაშინ ოქროს როგორ უნდა გავამზადოთ, ეგ მიგვითხრა და ამ კაცს მოუწოდა რომ მე მოვწი არ ვიციო, მოვეცი ახლა შენ იტყუებიო. და ამ პაექრობაში დიოგენე ეუბნება ეგეთ რაღაცას. კასრი მოიტანეთო, ზღვის წყალი ჩაასხითო შიგნით და 6 მეომარი მოვიდესო და ერთი მას მოკიდოსო, რა ქვია, კოვსო თუ რაღაცა დიდი მასო მოკიდოს ხელიო და ამ კაცში ესე ურიოსო დიდხანს ურიონო, ოღონდ კატაზე არ იფიქრონო. და ოხრობა ზუსტად ეგ არის. და რა თქმა უნდა, ესენი ურევენ და იქიდან ოქრო არ გამოდის და რატო არ გამოდის ოქრო და დიოგენე ამბობს, რომ არ ვიცი, ეთქობა კატაზე ფიქრობენო და ეს რო ეჩხუბება, რომ კატაზე არ იფიქროთო, რაც უფრო მეც ეჩხუბება, კატაზე არ იფიქროთო, იმდენი მეც ფიქრობს ეს კატაზე და ფაქტობრივად ეს ტრუკი იყო, რომელიცაც დიოგენმა უპასუხა, მაგრამ ამ ტრუკის მიღმა არ ეგეთი რაღაცა, რომ შენ შეუძლებელია, რომ აი პირდაპირ ესე აზროვნება მართო. შეუძლებელია რომ შენ თქვა რომ მე 4 შაბათს რაღაცას გამოვიგონებ. შეუძლებელია შენ თქვა რომ აი გეომეტრიის ამოცანა ვერ ვიყვან, მაგრამ იცი რა არის, მოდი დღეს არა, მაგრამ 3 შაბათს დილას გამოვიყვან. იმიტომ რომ შენ არ იცი იმას გამოიყვან თუ არა. იქ რა მოხდება, შენ არ იცი, იმიტომ რომ ეს არ არის მართვადი პროცესი. შემეცნება არ ექვემდებარება შენს სურვილს. ხო? აი ესეთი მომენტი არის რა. ხო და ესე იგი აღმოსავლეთში ამობდნენ ეგეთ რაღაცას. რახან ეს არ ექვემდებარება და რახან მე არ შემილია რომ ავდგე და გავიგო, აბა მაშინ რანაირად უნდა გავიგო ის რაც გასაგები არის და მაგათმა მოიფიქრეს ეგეთი ფაბულა, ამ ფაბულას ერქვა ნეტი-ნეტი. ნეტი-ნეტის პრინციპი არის ესეთი: მე კი არ ვგებულობ რამეს, არამედ მე ვგებულობ იმას, რაც არ ვგებულობ. ანუ მე ვიცი რომ ეს არა ვარ, მე ვიცი რომ ეს არა ვარ, მე ვიცი რომ ეს არა ვარ, მე ვიცი რომ რაც დარჩა ისიც არა ვარ, რაც დარჩა იქიდანაც კიდე ამოვიღე რა არა ვარ. ანუ მე ვხვდები რა არა ვარ, მაგრამ მე ვერ ვხვდები რა ვარ. ეს ულამაზესი ფაბულაა. და საბოლოო ჯამში სად გახვალ, იცი? მე ვარ მარტო ის ნერვი, რითაც მე ვხვდები რა არა. მე ვარ მარტო ნერვი, რომელიც გამიჯნავს ერთმანეთისგან ნაღდს და არა ნაღდს. ფაქტიურად შენ ხარ ნაღდობის დეტექტორი ხარ. მეტი არაფერი არ არის. ულამაზესი მიგნება არის. ეხლა თუ გიდათ კიდე წაგიკითხავთ ლექს ამაზე და ამ ლექსში ეხლა ორივეზე. ამ ლექსში ეხლა თქვენ ნახავთ ესეთ აზროვნებას, რომ კაცი კითხულობს გამაგებინე ვინა ვარო და მე არის მთელი სია, ეს არ ვარ, ეს არ ვარ, ეს არ ვარ, ეს არ ვარ, ეს არ ვარ. და ბოლოში გავა იმაზე, რაც გითხარით, რომ მოიცა ერთ წამით, აბა სადა ვარ, და აბა რა ვარ, და აბა ვინა ვარ. წავიდა. ღმერთი არ აქვს წამთ მითხარით ვინ ვარ. ჩემს გაოგნებას დაუდეთ ზღვარი. არც მუსლიმანი გახლავართ გულით, არც ქრისტიანთა გზაზე ვარ მდგარი. არც მაღრიბელი არა ვარ ვიცი, არც მაშრიყელთა მზითა ვარ მთვარე. მაღრიბ, მაშრიყ ეს არის ირანის აღმოსავლეთ დასავლეთი როიცები. არც ზღვის ჭიპია ჩემი სამშობლო, არც ეს ხმელეთი ესოდენ მყარი, არ მომდგამს მიწა, არ მომდგამს წყალი, არ მომდგამს ცეცხლი, არ მომდგამს ქარი. ეს 4 ბერძნული სტიქიები არის, მაინც როიცებთ? არავით არის ამ ქვეყნის ნივთი, არავით არის ამ ნივთთა დარი. თუმცა ამ ქვეყნიდან არ მოვდივარო და ამ ქვეყნიდან შენ სამოტივაციოდ მოდი ახლა ოქროები და ტაშები და Facebook-ზე ლაიქები და რაღაცებით, ესენი არ მაინტერესებსო ფაქტიურად. არც იმ ედემის იმედი მალხენს, არც ჯოჯოხეთის არ მზარავს ზარი, ადამი არ ვარ და ევაც არ ვარ, არ მხიბლავს მათი 64-ის კარი. სამკვიდრო ჩემი არსად არ არის და ყმელგან ჩემი სამკვიდრო არის.
ხო? ნუ მე კიდევ გრძელდება. ჯალალადინ რუმი მაინც უნდა იცოდეთ, რომ ეს არის მე მგონი ყველა დროის ყველაზე მაგარი პოეტი, სულ ჩამოკიდოთ ყველა. აი ეს ხედვა, რომ ჩემი ადგილი ამ სამყაროში არ არის და მე არ განვისაზღვრები არაფერით, რომელიც გარედან არის მოცემული, არც ფულით, არც პოპულარულობით, არც ნივთებით, არც ნივთთა დარით. და იმისათვის რომ მე გავიგო ვინა ვარ, მე ფაქტურად ამ ყველაფერზე საერთოდ გარე სამყაროზე ვარს ვამბობ და შიგნით ვიკეტები და შიგნით გასარკვევი მართლა ვინა ვარ. და სამკვიდრო ჩემი გარეთ არ არის. მაგრამ შიგნით როცა მივხვდები ვინ ვარ, მაშინ გავალ იმ სიმაღლეზე, რომ შიგნით მე რო დავადგენ ვინა ვარ, იგი იქნება იგივე რაც შენ რო ხარ შენს თავში შიგნით. და ამიტომ ყველგან ჩემი თავი იქნება. და ამიტომ ყველგან ჩემი სურათხატი იქნება. ყველგან მე ვიქნები. ეს უმაღლესი რანგის ხედვაა. ეხლა ამას უცებ რომ დაუპირისპირებ აქეთ ამ ხარეს დასავლურ აზროვნებას, დასავლეთი გეტყვის რომ ჩვენ მიწაზე მყარად გევართო და მეცნიერება ჩვენი არისო და ნუ პოეზია კაი ჯანდაბას დაიტოვეთ თქვენო და ეს კონფლიქტი დღემდე მოყოლებულიც არის და აი არ ვიცი ეხლა საუბრობთ იმაზე ირანის თავის იგივე ჰაერი გადაიკვეთა ინდოეთში ვერ წავედი მეთქი ბატონ გიას ვეუბნებოდი და რატო და დასავლეთსა და ირანს შორის ომია და რეალურად მე რომ ვკითხო ამ ომის სპირიტუალური საფუძველი არის ის რომ აღმოსავლეთს აზროვნებით არ ესმის დასავლეთის და დასავლეთის აღმოსავლეთის არ ესმის ფილოსოფიურად არ ესმის. მაშინ რიკოც უნდა დავპატიჟოთ ეს ხალხი რომ რაღაცნაირად გაუგონ ერთმანეთს, იმიტომ რომ სადღაც რიკოც ხდება ალბათ ამათი ურთიერთ შეხმატკბილება და ალბათ ჩემი მისიაც ეს არის რომ თქვენთან ამ თემაზე ვილაპარაკო. რეალურად მე უნდა ვთქვა ერთი რაღაცა და მე უკვე მოგისმენთ კითხვებზე და გემრიელად გადავიდეთ. ჩვენ როდესაც ვლაპარაკობთ აღმოსავლეთზე და დასავლეთზე, ჩვენ არ ვლაპარაკობთ გეოგრაფიაზე, იდეაში, ჩვენ ვლაპარაკობთ ესეთ რაღაცაზე. აი, ფაქტობრივად ამ სამი წრეწირისთვის მოვატანინე პატიოსან ადამიანებს ეს დაფა. აქეთკენ არის ფიქრი, აქეთკენ არის გრძნობა და აქეთკენ არის მოქმედება. ოკეი? და კითხვა არის ეგეთი რაღაცა. ის რაც მე ვიცი და ვიცი არის ფიქრის ფუნქცია. ის რაც მე ვიცი და მე რა რო ვიცი. თქვენ აღმოაჩენთ იმას, რომ ხვალ დილას გაიხუძებთ და ChatGPT-ს ეცოდინება 7000 ჯერ მეტი ვიდრე თქვენ იცით და ChatGPT-მ სვაფში შეუძლია დაწეროს თქვენ რომ მასწავლებელი მოგთხოვს რომ მოდი ახლა თემა დამიწერო იმას ერთ წამში დაგიწერს და შენ თუ დააკოპირებ იმას, მაშინ იცოდე რომ დარჩები შტერი. და ეგ თქვენ კი არა გაქვს მარტო ეგ პრობლემა, ეგ პრობლემა მეც მაქვს, იმიტომ რომ მეც ახლა ვზივარ რაღაცა ისა მაქვს, დასაწერი მაქვს რაღაცა მთელი მანუალი და ვუყურებ იმას აქვია ChatGPT-ს, მე ჩემთვის ვეკითხები, აბა მე სადა ვარ? თუ იმას ვაწერინებ ყველაფერს. ხვდებით? ამიტომ უზარმაზარი ცდუნება არის, რომ ChatGPT-მ არ მომტაცოს აზროვნება და შესაბამისად ჩემი მეობა და ჩემგან არ დატოვოს ფუტლარი, რომლის ფასი იქნება 0. და ცდუნება არის უზარმაზარი, რომ ამას ამ ცდუნებას აყვე. ჩათვალე, რომ კაი ეშმაკი გიდგას მაგის უკან. თუმცა შენ იმასაც ვერ გააკეთებ, რომ ChatGPT არ გამოიყენო, იმიტომ რომ შენსავე შემეცნებისთვის შეიძლება ეს ChatGPT გამოიყენო, просто ამას წოდნა უნდა და მიხვედრა უნდა, როგორ უნდა გამოიყენო. რომ აზროვნება არ უნდა დაუთმო, მაგრამ წოდნა მისგან უნდა მიიღო. ეგ ერთი. მაგრამ მე ვამბობ ეგეთ რაღაცას, რომ წოდნა თავისთავად ნიშნავს, რომ მე ბევრი რაღაცა ვიცი. ჩემთვის თქვენი არ ვიცი ხა რომელ კლასელები ხარ და რა გისწავლეთ არ გისწავლეთ, მაგრამ მე რო სკოლაში ვიყავი, სწავლობდი წარმოებული იყო ეგეთი მათემატიკაში ცნება და წარმოებული კი ვიცოდი რა იყო და 3x კუბს წარმოებული მახსოვს 3x კვადრატი იყო და ვიცოდი რომ ეს უნდა წამომეღო რაღაცა რიცხვი და იქ მე ერთით უნდა დამეკო და რა. რატო უნდა გამეკეთებინა იქ არ ვიცოდი. და წარმოებული გავიგე 10 წლის მერე. იმიტომ რომ ვიღაცას წამოწდა რომ წარმოებული არისო აჩქარება და სიჩქარე ერთმანეთის წარმოებული არისო და მეთქი რანაირად მეთქი და აი ესეო და ვაიმე, მე თქვი რომ ეხა მივხვდი რა ყოფილა მეთქი წარმოებული. 10 წლის მერე მე ვიგრძენი ის, რაც ვიცოდი 10 წელი. და აი ეს ზონა, როდესაც არის თან ვიცი და თან ვგრძნობ, ანუ აი ამ ზონას ქვია გავიგე. გავიგე ნიშნავს იმას, რომ მე უბრალოდ კი არ ვიცი, მე ვგრძნობ იმას, რაც ვიცი და მე უკუღმად შემეძლია გავაკეთო, მე რაღაცას ვგრძნობ. მაგალითად მე მიყვარს ეს მუსიკა, ვგიჟდები ამ მუსიკაზე, ეს მუსიკა როდესაც ჟღერს მაჟრიელებს, ვაიმე კიდე ერთხელ დაუყარი რა, ვგიჟდები მაგაზე. და უცებ შეიძლება შემოვიდეს ეგეთი კითხვა, რომ და ბანკში რა ხდება, მეორე ხმაში რა ხდება, რა ინსტრუმენტი უკრავს, რა რიტმი არის, აბა გამიშიფრე, აბა ამიწყო ფორტეპიანოზე. რა ვიცი.
ჰარმონიაში ვერ ვერკვევი, სოლფეჯიოში ვერ ვერკვევი, ფორტეპიანოზე მე არ დავდივარ, მაგრამ მუსიკა მომწონს. ანუ შენ გრძნობ, მაგრამ მაგის დეშიფრაციას ვერ აკეთებ. ანუ გაგებამდე ვერ მიხვედი. და მე გეტყვით ეგრევე გეტყვით, რომ არსებობს მუსიკა, მაგალითად იგივე კლასიკური მუსიკა, იგივე ჯაზური მუსიკა. თუ შენ მუსიკას არ შეხები ხარ, შენ იმას ვერ გაიგებ. არავინ არ ათქვას, რომ ჯაზური მუსიკა მომწონსო და მაგრამ მე ვერ უკრავ. შეუძლებელია. აი შენ შენ შეეხები ინსტრუმენტს და შენ როდესაც მიხვდები იქ რა ხდება, მე მიხვდები, აუ იმ ტიპმა რა კნა. მანამდე ვერ ხვდები. ხო? ამიტომ ჩვენ უკვე ვბადებთ ეგეთ კულტურას, რომ ბიჭო, ვიცი, მამას ამის ფასი არ არის ბევრი. ვაიმე გიჟდები, ამის ფასიც არ არის ბევრი. მაგრამ მე თუ რაზედაც გიჟდები ის გავიგე, მოდი აბა მაშინაც დამეჭიდე. კიდევ ერთი რაღაცა არის. გავიგე არკმარა, ადექი და ქენი. აი აქ უკვე მესამე ელემენტი შემოდის უკვე მოქმედებს. და აი აქ უკვე ეს სქემა ძალიან აღმოსავლური არის, იმიტომ რომ ერთჩვენიერ დღეს მე მოვხდი ინდოეთში და ვაფშე დავაბინავეთ ეს ჩვენი რა ქვია სტუმრიანობა, ერთ რაღაცა პატარა ქალაქის პატარა სასტუმროში ვართ და უცებ ხედავ რომ მესმის კიდეებიდან მესმის რომ პირველ სართულზე ვიღაცა უკრავს ფლეიტაზე და მე ვგიჟდები ამ ფლეიტაზე სახში 12 ფლეიტა მაქვს ეგეთი ინდური ყველა ტონალობაში ჩემთვის უკრავ რაღაცები და მეთქი წავალ ეხა და მოусმენ ამ კაცს ვინ არის მეთქი და თუ აღმოჩნდება რომ კეთილი კაცია ვთხოვ ერთი გაკვეთილი მაინც მომცეს რომ რაფერ ჩავახვიო ახლა ინდურად იმიტომ რომ ახლა კახურად ვარ ხოლმე მაგრამ ინდურად ვერ ვახვევ და როდესაც ჩავედი ქვემოთ ამ კაცთან მივედი რა თქმა უნდა ჩემში ქართველმა გაიღვიძა ქართულს კიდე რა უჭის გრუზინმა გაიღვიძა მივედი და ვეუბნები რომ მეთქი მეც უკრავ მეთქი და ამ კაცმა ძალიან ინდურად მითხრა რომ ესე იგიო შენო ყოველდღე უკრავო და მეთქი კი მეთქი და ბიჭო ყოველდღე უკრავო და კიდე ბოლომდე უკრავო და მეთქი კი მეთქი და მაშინო შენო იოგა ხარო და მეთქი იოგა რანაირად ავარ მეთქი და აი ესეთი რაღაცა მითხრა რომ იოგა ის კი არ არისო რომ შენო პოზებში დადგები და ივარჯიშებო იოგა არისო თუ შენ ყოველდღე ცდილობ რაც იცი რასაც გზნობ და რასაც აკეთებ, აი ამათი გაერთიანებას ყოველდღე თუ ცდილობო, ანუ შენ თუ მეწადინეობ. და ამ შემთხვევაში ითვლებოდა რომ ფლეიტაზე დაკვრას მეწადინეობ. მაშინ შენ იოგა ხარ, იმიტომ რომ შენ შენივე აზრების, შენივე გრძნობის და შენივე მოქმედების ერთობას ცდილობ ყოველდღე. აბა შენ სრულყოფილების გზაზე გარიყოფილ ხარო. და უცებ, ესე იგი, ჩამეყვარა მთელი, ესე იგი, გამიცივდა სისხლი, იმიტომ რომ ზუსტად მაგას ვკითხულობ ჩემს ლექციებში, მოთხარ და ეხლა შენ იქითერ მიკითხავ ამას. მე ესეთი ლამაზი ბმა არც მქონდა მაგ მომენტამდე დაჭერილი და მეთქარი ჯიგარი ხარ მეთქი, მართლა ეგრე არის მეთქი რა, იმიტომ რომ გამოდის რომ მე იოგავ. მე ჩემ თავზე ვამბობ ეგეთ რაღაცას და სხვაზედაც ვიტყვი, აი გამოვიდა ვიღაცა პიანისტი დაუკრა. ბიჭო, პიანისტმა რომ დაუკრა, მაგარი იყო და თუ თქვენ მეტყვით რომ მაგარი არ იყო მაშინ ან იქნებოდა იმიტომ რომ არ იცის რას უკრავს, ან ბოლომდე ვერ იგრძნო, ან თითები არ დაურბის და იზარმაცა. ანუ სრულყოფილებას აქვს სამი ხაფანგი. პირველი უმეცრება, მეორე ინდიფერენტულობა და მესამე იზარმაცა. და შენ თუ ამ სამივეს დაძლევ და შენ თუ ვიტყვი რომ მე მაინტერესებს ყველაფერი და მე უნდა მე თვითონ ვიგრძნო ყველაფერი და ამაში მე დაუზარელი ვარ, ჩათვალე რომ ღმერთი ხარ. ძენი რა ვიცი. ჰარმონიაში ვერ ვერკვევი, სოლფეჯიოში ვერ ვერკვევი, ფორტეპიანოზე მე არ დავდივარ, მაგრამ მუსიკა მომწონს. ანუ შენ გრძნობ, მაგრამ მაგის დეშიფრაციას ვერ აკეთებ. ანუ გაგებამდე ვერ მიხვედი. და მე გეტყვით ეგრევე გეტყვით, რომ არსებობს მუსიკა, მაგალითად იგივე კლასიკური მუსიკა, იგივე ჯაზური მუსიკა, თუ შენ მუსიკას არ შეხები ხარ, შენ იმას ვერ გაიგებ. არავინ არ ათქვას, რომ ჯაზური მუსიკა მომწონსო და მაგრამ მე ვერ უკრავ. შეუძლებელია. აი შენ როდესაც შენ შეეხები ინსტრუმენტს და შენ როდესაც მიხვდები იქ რა ხდება, მე მიხვდები, აუ იმ ტიპმა რა კნა. მანამდე ვერ ხვდები. ხო? ამიტომ ჩვენ უკვე ვბადებთ ეგეთ კულტურას, რომ ბიჭო, ვიცი, მამას ამის ფასი არ არის ბევრი. ვაიმე გიჟდები, ამის ფასიც არ არის ბევრი. მაგრამ მე თუ რაზედაც გიჟდები ის გავიგე, მოდი აბა მაშინაც დამეჭიდე. კიდევ ერთი რაღაცა არის. გავიგე არკმარა, ადექი და ქენი. აი აქ უკვე მესამე ელემენტი შემოდის უკვე მოქმედებს. და აი აქ უკვე ეს სქემა ძალიან აღმოსავლური არის, იმიტომ რომ ერთჩვენიერ დღეს მე მოვხდი ინდოეთში და
ვაფშე დავაბინავეთ ეს ჩვენი რა ქვია სტუმრიანობა, ერთ რაღაცა პატარა ქალაქის პატარა სასტუმროში ვართ და უცებ ხედავ რომ მესმის კიდეებიდან მესმის რომ პირველ სართულზე ვიღაცა უკრავს ფლეიტაზე და მე ვგიჟდები ამ ფლეიტაზე სახში 12 ფლეიტა მაქვს ეგეთი ინდური ყველა ტონალობაში ჩემთვის უკრავ რაღაცებს და მეთქი წავალ ეხა და მოусმენ ამ კაცს ვინ არის მეთქი და თუ აღმოჩნდება რომ კეთილი კაცია ვთხოვ ერთი გაკვეთილი მაინც მომცეს რომ რაფერ ჩავახვიო ახლა ინდურად იმიტომ რომ ახლა კახურად ვარ ხოლმე მაგრამ ინდურად ვერ ვახვევ და როდესაც ჩავედი ქვემოთ ამ კაცთან მივედი რა თქმა უნდა ჩემში ქართველმა გაიღვიძა ქართულს კიდე რა უჭის გრუზინმა გაიღვიძა მივედი და ვეუბნები რომ მეთქი მეც უკრავ მეთქი და ამ კაცმა ძალიან ინდურად მითხრა რომ ესე იგიო შენო ყოველდღე უკრავო და მეთქი კი მეთქი და ბიჭო ყოველდღე უკრავო და კიდე ბოლომდე უკრავო და მეთქი კი მეთქი და მაშინო შენო იოგა ხარო და მეთქი იოგა რანაირად ავარ მეთქი და აი ესეთი რაღაცა მითხრა რომ იოგა ის კი არ არისო რომ შენო პოზებში დადგები და ივარჯიშებო იოგა არისო თუ შენ ყოველდღე ცდილობ რაც იცი რასაც გზნობ და რასაც აკეთებ, აი ამათი გაერთიანებას ყოველდღე თუ ცდილობო, ანუ შენ თუ მეწადინეობ. და ამ შემთხვევაში ითვლებოდა რომ ფლეიტაზე დაკვრას მეწადინეობ. მაშინ შენ იოგა ხარ, იმიტომ რომ შენ შენივე აზრების, შენივე გრძნობის და შენივე მოქმედების ერთობას ცდილობ ყოველდღე. აბა შენ სრულყოფილების გზაზე გარიყოფილ ხარო. და უცებ ესე იგი ჩამეყვარა ესე იგი გამიცივდა სისხლი, იმიტომ რომ ზუსტად მაგას ვკითხულობ ჩემს ლექციებში, მოთხარ ეხა შენ იქიდან მიკითხავ ამას. მე ესეთი ლამაზი ბმა არც მქონდა მაგ მომენტამდე დაჭერილი და მეთქარი ჯიგარი ხარ მეთქი, მართლა ეგრე არის მეთქი რა, იმიტომ რომ გამოდის რომ მე იოგავ. მე ჩემ თავზე ვამბობ ეგეთ რაღაცას და სხვაზედაც ვიტყვი, გამოვიდა ვიღაცა პიანისტი დაუკრა. ბიჭო, პიანისტმა რომ დაუკრა, მაგარი იყო და თუ თქვენ მეტყოთ რომ მაგარი არ იყო, მაშინ ან იქნებოდა იმიტომ რომ არ იცის რას უკრავს, ან ბოლომდე ვერ იგრძნო, ან თითები არ დაურბის და იზარმაცა. ანუ სრულყოფილებას აქვს სამი ხაფანგი. პირველი უმეცრება, მეორე ინდიფერენტულობა და მესამე იზარმაცა. და შენ თუ ამ სამივეს დაძლევ და შენ თუ ვიტყვი რომ მე მაინტერესებს ყველაფერი და მე უნდა მე თვითონ ვიგრძნო ყველაფერი და ამაში მე დაუზარელი ვარ, ჩათვალე რომ ღმერთი ხარ. ვერ მოიძებნება ვერც ერთი ღმერთი, რომელიც დაგიწუნებს შენ, თუ კი შენ ახერხებ იმას, რომ რაც იცი, რასაც გრძნობ და რასაც აკეთებ, ის არის ერთი. აი ესეთი სტრუქტურა არის. მე რო ეს სტრუქტურა დავინახე, პირდაპირ გეტყვით, ჩემთანაც ვთხარი, რომ всё აწი თავისუფალი. მე აწი ვარ თავისუფალი იმისაგან სხვები რას ფიქრობს ჩემზე. იმიტომ რომ ჩემს თავში შემიძლია გავაკეთო სამივეს ერთობა, ვიცი, გრძნობ და ვაკეთებ. ეს არის ჩემთვის, ნუ რა ვიცი, თუ გინდა რელიგიას ვიტყვი, თუ გინდა შემეცნებას ვიტყვი, რასაც გინდა ვიტყვი. ამისკენ სწრაფვა ნიშნავს იმას, რომ ფიქრი და გრძნობა უნდა გაერთიანდეს. და ფიქრი და გრძნობა რო გაერთიანდეს, ნიშნავს, რომ აღმოსავლეთი და დასავლეთიც უნდა გაერთიანდეს. ერთხელ გავუბედე და კიდევ ვთქვი კიდევაც, რომ ბიჭო, შოთა რუსთაველი მე მგონი ეხლა პირველად გავიგე. იმიტომ რომ თუ შოთა რუსთაველი ამბობს, რომ ვიღაცა ინდოეთში არის ტიპი, რომელიც თავის შიგნით იყურება და იქ დაუკარგია რაღაცა ცენტრალური წერტილი, რომელსაც ეძახის ნისტანდარე ჯაჰანს თუ ნესტანდარე ჯაჰანს და თუ მეორეს მხარეს გარეთ მყურები ვიღაცა მონადირე, ავთანდილი არის, რომელსაც თავისი ეს რაღაცა მნათი თუ ათინათი თუ თინათინი ვერ მოყავს, იმიტომ რომ რაღაცა იქაც გაურკვევლობა არის და ფაბულა არის ის, რომ ერთმა მეორე უნდა გადაარჩინოს, რომ ბოლოში დიდი ქორწილი 4-ვე ერთად გადაიხადოს. მაშინ მე ვბედავ და ვამბობ, რომ მგონი გავიგე რა თქვა ამ კაცმა. და ამ კაცმა თქვა ის, რომ შენი ფიქრი და შენი გრძნობა ერთი უნდა იყოს. შენი გარეთ მოპოვება და გარეთ შემეცნება, გარეთ სამყაროს დეშიფრაცია და შინაგანი სამყაროს დეშიფრაცია უნდა იყოს ერთი და იგივე. და ამ ორ სამყაროში სულ ერთია შენ საიდან დაიწყე. ამას ახლა მე როგორც ქართველი ვამბობ, რომ სულ ერთია საიდან დაიწყებ, იმიტომ რომ გურული ხარ, ახლა შენ თუ კახალი ხარ, სულ ერთია, მაინც მოგიწევს რომ იმ ტუნელში გაძვრე. ერთი ეგეთი იგავსაც წავაწყდი, ამასაც მოვყვები და მე გადავიდეთ კითხვა-პასუხზე. ესეთი მაზალო ის არის, რა ქვია, იგავი იმაში, ინდურ ეპოსში, რომ იყო ვიღაცა მარკანდეა. ნუ ეხლა მარკანდეას ისტორიას არ დავწევ, ვიღაცა პრინცი იყო, მეფის რაღაცა. და ეს მარკანდეა იდგა ზღვის პირას და დაინახა, რომ ზღვა დიდდებოდა და უცებ დატბორა ყველაფერი. ესე იგი, ნაპირიც, ქალაქიც, კოშკებიც, რაღაცები ყველაფერი და უცებ მარკანდეა აღმოჩნდა შუა ზღვაში.
შუა ზღვაში არის მარტო მარკანდეა და წყალი უზარმაზარი რაოდენობით გარშემო და შეეშინდა ამ კაცს თქვა რომ ვაიმეო რა მეშველებაო და ამ დროს დაინახა რომ ესე იგი პატარა ბავშვი მოდის ესე იგი მოცურავს იმითი რა ქვია ფოთოლზე არის წამოწოლილი ბავშვი და რო შეხედაო უიმე ესო ბრაჰმარი ღმერთი ვინ შექმნა სამყარო და ეხლა ნახეთ როგორი ინდური ზღაპარებით არის რა რომ მარკანდეა როდესაც მივიდა რომ ენახა ახლოდან ეს ბრაჰმამ ჩაისუნთქა და მარკანდეა შეისუნთქა ცხვირის ნესტოში და ჩაძვრა და უცებ აღმოჩნდა რომ მარკანდეა იყო ბრაჰმას ფილტუში ეხლა ხომ უნდა მოგაფიქრდეს ეგეთი რაღაც და მარკანდეამ თქვა რომ ვაიმეო ეხა რა მეშველებაო მეო სადაც არ უყურებს ყველგან ჩაკეტილი სივრცე არის ბრაჰმას ფილტუში არის სიბნელე არაფერი არ ჩანს ვაიმე აწი რა მეშველებაო და ეხლა რა უყურება იმას აკრო და ამას ისევ ზღვაჯობდა და აი ამ ფიქრებში და ამ წვალებაში და ნერვიულობაში რო არის ბრაჰმა დააცემინებს და მარკანდეა ისევ ამოვარდება იმიდან აქია ცხვირის ნესტოდან და ეს ისა ბრაჰმა გაცურდება და მარკანდეა დარჩება ზღვაში ეს იგავი არის იმისი რომ შენ რომელი უფრო რთული გონია გარე სამყაროს შესწავლა იქ სადაც შენ მარტო ხარ ამ უკიდეგან ოკეანეში თუ შინაგანი სამყაროს შეცნობა სადაც რო ჩახვიდე შენს თავში სიბნელე დაგხვდება და შიგნით იქნები შენი თავი შიგნით იქნები და ეს ორივე საკმაოდ რთული არის მაგრამ თუ ჩვენ რაღაცა კეთილი წყევლა გვაქვს ყველას არის ის რომ ჩვენ მოგვიწევს რომ ეს ორი სამყარო გავაერთიანოთ იმიტომ რომ შემეცნება ნიშნავს ის რომ რაც შემში შიგნით არის ის რო ხედავს იმას რაც ჩემს გარეთ არის ბმას გებულობს და ეს ბმა ვარ მე ანუ რეალურად ეხა იქნება კულმინაცია რასაც ვიტყვი სულ თქვენს წინაშე მე არ ვიცი ვინა ვარ ეს ანდრო დამარქვეს ის რომ ბიჭი ვარ ეგეც გარედან მომეწა მე არ გადამიწყვეტია მე არც თბილისში დაბადება გადავწყვეტე რა თუ გადავწყვეტე არ მახსოვს მაგრამ რომ მკითხო მე ვინა ვარ მე გეტყვი მე ვარ ის რასაც ვერ წამართმევ და ვერ წამართმევ იმას რაც გავიგე აი ესა ვარ მე არა ვარ ის რაც ვიცი მე არა ვარ ის რაც ვიგრძენი მე ვარ ის რაც გავიგე და რაც უფრო მეც გავიგებ მით უფრო ფართოვდება ჩემი მეობა და მე ხელით ამაქვს გამოსაძარწი ჩემი საკუთარი მე და ამიტომ ნუ მკითხავ რა ხდება ჩემს წინ შეიძლება ილუზია იყოს ნუ მკითხავ რა ხდება ჩემს შიგნით მაგრამ რაც სადაც თანაკვეთა მოხდა იმ თანაკვეთას ქვია ანდრო და ის ვარ მე ხო ეხლა ცოტათი ბევრი მომივიდა მაგრამ მე მითხრეს წინასწარ რომ აქ სპეც ხალხი არის შეკრებილი რომელსაც ესე იგი სპეც ბომბა კითხვები აქვს ჯიბეში და ამიტომ მე ჩემ თავს მივეცი უფლება რომ გახსნილად ვილაპარაკე და თქვენ ახლა გამოუშვით კითხვები და მე რაღაცნაირად მოგერგებით და თქვენსკენ ვიქნები. ხო, ეხლა ცოტათი ბევრი მომივიდა. მაგრამ მე მითხრეს წინასწარ რომ აქ სპეც ხალხი არის შეკრებილი რომელსაც ესე იგი სპეც ბომბა კითხვები აქვს ჯიბეში და ამიტომ მე ჩემ თავს მივეცი უფლება რომ გახსნილად ვილაპარაკე და თქვენ ახლა გამოუშვით კითხვები და მე რაღაცნაირად მოგერგებით და თქვენსკენ ვიქნები. ესე იგი შრავანა მანანა და ნიდითი ასანა ესე ქვია. შრავანა რას ნიშნავს? წავიკითხე და შინა რაც წერია ტექსტი გავიგე. მანანა ნიშნავს რომ ტექსტი კი გავიგე და რაღაცებს დავაკავშირე, მაგრამ შინაარსი არსზე ვერ გავედი და ნიდითი ასანა ნიშნავს რომ დედა, ეხლა გავიგე ყველაფერი. ხო, უკვე შემეცნებითი აქტი მოხდა. შემეცნებითი აქტის მერე, აი ნახეთ, ბუნებრივად, შემეცნება ბუნებრივად გადადის შემოქმედებაში. შეუძლებელია თქვენ რაღაცა გაიგოთ და მეორე წამს არ მოგინდეთ რომ ახალი შექმნათ. ძველი ბერძნული ესე იგი ფილოსოფიიდან. ფრაზა არის ესე, გრძნობათა ოკეანეში ჩააგდე რიცხვი. აი გრძნობათა ოკეანი არის რომ ვაიმე გიჟდები. მაგრამ რა აკორდი არის ვერ ხვდები. მე ამას გეტყვით ჩემი ძველი ხალხური სიმღერის მასწავლებლის ზენით. არაჩვეულებრივი ლოტპარი მყავდა კოტე მშვიდობაზე და ეს კაცი მეუბნებოდა ესეთ ფრაზას 15 წუთში გასწავლი შენ ხარ ვერ ნახსოვ და 15 წელი ვერ იმღერებ. იმიტომ რომ ამას შენ უნდა მიხვდე შინაგანად როგორ იგრძნო და როგორ უნდა იმღერო და ნოტები იმდენად მარტივი არის მაგას 15 წუთში იმღერებ რა და ჩვენ ახლა ხვდები პატარა ბავშვები ვიყავ და მღეროდი ჯეღა და ახლა ვიღაცა უცხოელს გააგიჟებ იმიტომ რომ პატარა ბავშვი რო ხარ და რომ მღერი ხარ უკვე კაი ამბავია მაგრამ უმაღლესი წერტილი შენ ხარ ვენახის სიმღერა არის ისე როდესაც გუნდი დგას და მღერის ის აკორდი უნდა იყოს ჰაერში
აი უნდა ჩამოკიდოს, აი სიფრიფანა უნდა იყოს რა და აი ახლა როგორ ვიგზნო? აი ახლა მაგას 15 წელი უნდა. ეგ უნდა შინაგანად უნდა მიხვიდე, მაგას ახსნით ვერ აგიხსნიეთ.